ჩვენ გვაქვს საქართველოში თბილისში მაგალითად გვაქვს კონვეიერული წარმოება მეხუთე კოლონის, უნარჩენო წარმოება, თანასწავარია. აი მე რო დილას მოვდივარ, ხდება ბრიტანული აკადემია, ამერიკული აკადემია, ფრანგული აკადემია, ევროპული სკოლა, ბაქსური სკოლა, ეს სკოლა, არც არა ქართული ეს. კი, ასე. ხო. ეხლა ამიხსენეთ რომელიმე მათგანი საქართველოს მოქალაქეს დის. რაც შეეხება მეხუთე კოლონის კონვეიერულ წარმოებას, რა. ეს სკოლები არც ერთი არ ზრდის საქართველოს მოქალაქეებს. გეთანხმები რომ სნობებზეა. აქ არის სამი კატეგორიის ბავშვები, ერთი ძალიან ნიჭიერი ბავშვები, მეორე მაყუთა მამის შვილები და მესამეები, ასე ვთქვათ, ფეხისხმა საყოლილები, ხო? ეხლა ვინც განსაკუთრებით ნიჭიერია, ყველა მათგანისთვის მოეძებნება, რა ვიცი, ვინსტონ ჩერჩილის, შარლ დე გოლის, ჯეკი მფატრავის ან ვიღაცა სახელობის პრემიის სტიპენდია. იმას აუცილებლად წაიყვანე წეგან რაც გითხარით. იმას აუცილებლად წაიყვანე განათლებასაც მიიღოს ყველაფერს ამას უზრუნველყოფს ზუსტად ამაზე არის მორგებული ეს მთელი ეს DCFTA-ს და მთელი ეს ხელშეკრულებები ეს დოკუმენტაცია ამაზეა მორგებული ეს კანონმდებლობა წაიყვანს იქ და საპენსიო ასაკამდე გამოიყენებს ბოლომდე და მე პენსიონერს დაგიბრუნებს ისევ შენ